გამარჯობა. რიგით მეორე ვიდეოში გეგმილური ხაზვის დამწყებით ან ძალიან საბაზისო კურსს დავარქმე მოდი ამ ყველაფერს. დღეს მინდა ვისაუბრო ისეთ რაღაცებზე, როგორიც არის რა ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ ამ ყველაფრისთვის, რა ინსტრუმენტები უნდა ავირიდოთ თავიდან და როგორ გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტები ზოგადად. ჯერ მოდი შევეხები იმას, რომ ჭირდება კარგი ფანქრები, HB, ან H-იც შეიძლება, F-იც შეიძლება და მაქსიმუმ 2B, აი 2B-საც მაშინ ვიყენებთ, როცა მხოლოდ დაკონტურება გვჭირდება. დანარჩენი ნახაზი მთლიანად უნდა გაკეთდეს F-ში ან HB-ში, ან H-შიც შეიძლება. ყველაზე მეტად მე პირადად F ფანქარი მიყვარს. თუ კარგად იყენებთ, F-ითვე შეიძლება უკვე მაგათი დაკონტურება, მაგრამ 2B ძალიან კარგ შედეგს ტოვებს. რაც შეეხება ფარგალს, ფარგალში გირჩევთ, რომ იყოს B grade ან იყოს 2B grade, უფრო 2B ალბათ რა, იმიტომ რომ რაც მონიშნვისთვის გინათ, იმას ფრთალად მოხაზავთ, ხოლო დაკონტურებისთვის უკვე ძალიან არ ვარ დაუშნოვდეს ხოლმე, აი ელიფსებზე არის პრობლემა ძირითადად კარგ ფარგალზე და კარგ ნახაზზე, ასე რომ მნიშვნელოვანია კარგი ფარგალი. ხოლო რაც შეეხება კარგ ფარგალს, ახლა წესით სადმე გამოჩნდება ეკრანზე, აი ასეთი ფარგალი ჯობია გამოიყენოთ. Faber-Castell-ს აქვს ძალიან კარგი, Kohinoor-საც კარგი აქვს, Faber-Castell-ი შეგიძლიათ Antares-ში შეიძინოთ, ხოლო Kohinoor-ი შეგიძლიათ Org Service-ში შეიძინოთ. რეკლამას არავის არ უკეთებ, უბრალოდ გირჩევთ, რომ უკეთესი ინსტრუმენტები აქვს, ვიდრე მე მაგალითად ვაგზალზე მინახავს. რაც შეეხება ფანქარს კიდევ შეგიძლიათ გამოიყენოთ მექანიკური ფანქარი 0.5-ის ზომით, 0.7 უკვე ზედმეტია, მაგრამ შეიძლება მაგის გამოყენებას, მე 0.5-ს გირჩევთ და შეიძლება რა თქმა უნდა ჩვეულებრივი ფანქარიც გამოიყენოთ, თუ კარგად იცით წვერის წაწვლა იმ საკანცელარიო დანით, იგივე რეზაკით, მე პირადად ის მირჩევნია ხოლმე. რაც შეეხება თვითონ სახაზავებს, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ვფიქრობ, რომ სახაზავები არავითარ შემთხვევაში ხის სახაზავები არ იყიდოთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე სუფთა არის და არ დათხაპნის ფანქრით. ნახას აი ასეთი რაღაც ემართება ხოლმე, იმიტომ რომ სველი მასალით არის გაკეთებული და ოდნავ აი ესეთ ფორმას იღებს ხოლმე და აქაც მართკუთხეს აქ კიდე 30-ს და 60-ს ხშირად კარგავს. ამიტომ აი სახაზავებს მოერიდეთ ხისას. პლასმასის სახაზავებიც ამ შემთხვევაში Kohinoor-ი არაფერ შეარ გამოგადგება და არც Faber-Castell-ი გირჩევთ, რომ Dell-ის სახაზავებია, მაგის ფოტოსაც მოვძებნი და ეკრანზე დავდებ. Dell-ის სახაზავებია, რომელსაც მე გაუწევდი რეკომენდაციას. ზომას რაც შეეხება, დაახლოებით აი წარმოიდგინეთ, ეს არის A3-ის ფორმატი და ეს არის სახაზავი 15 სანტიმეტრიანი, 20-ზე მეტი, უკვე ზედმეტი მგონია მე. რაც ეგ არის კარგი ჩარჩოსთვის, ან დიდ A1-ის ფორმატებზე თუ მუშაობთ, მაგრამ ისეთ დეტალებზე, რაც გეგმილურ ხაზვაში გჭირდებათ, იქ დიდად არ გირჩევთ. იქ შეიძლება ორი სეტი იყიდოთ, ერთი იყოს ამაზე ბევრად პატარა, ამის ნახევარი მაგალითად, ხოლო მეორე იყოს უკვე ჩარჩოს გასაკეთებლად. აი ჩარჩოზე საუბარი დავიწყეთ და რა გჭირდება იმისთვის, რისი ცოდნა გჭირდება, რომ ჩარჩო გავაკეთოთ. წინაზე კი ვისაუბრე, რომ ჩარჩოს ზომები ასეთი და ასეთია, მაგრამ აქ ყველაფერს როგორ ავსახავთ ახლა აქ. მაგის ასახვა საკმაოდ მარტივია, როდესაც სახაზავების გამოყენების პრინციპი ვიცით. პრინციპი მდგომარეობს პარალელური და მართობული ხაზების გავლებაში. რას გულისხმობ ახლა ამ ყველაფრით? თუ კი რაიმე ხაზია მოცემული, მაგალითად აი ეს, ჩვენ უნდა შევგვეძლოს ამის პარალელური ხაზის გავლება ორი სამკუთხა სახაზავით. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სამკუთხა სახაზავს გამოვიყენებთ, ორივე შეიძლება, ამ შემთხვევაში მე უბრალოდ ამას გამოვიყენებ გასავლებად. და როგორ ვიწყებთ ფიქრს? როდესაც პარალელურის გავლება მინდა. ამისთვის საჭიროა, რომ ერთ-ერთი კათეტი იცით ალბათ, რომ ეს და ესენი არის, უნდა გაუსწოროთ იმ ხაზს, რომლის პარალელურის გავლებაც მინდა. აი ახლა აქ ზუსტად ეგ გავაკეთე, ხო? შემდეგ აუცილებელია, რომ ამ სახაზავმა, რა თქმა უნდა, ახლა უნდა იმოძრავოს ასე, რადგან აი ის კათეტი, რომელიც გაუსწორე იმ წითელ ხაზს, თუ ამ სახაზავს არ შეუცვლით დახრის კუთხეს, ასე ვამოძრავებ, მაგ კათეტზე გავლებული ყველა წრფე იქნება ამ წითელი წრფის პარალელური. ეგ როგორ უნდა მივახციო, ხო? ამ შემთხვევაში გჭირდება მეორე მართკუთხა სახაზავი, ჩვეულებრივი სახაზავითაც შეიძლება, მაგრამ მე გირჩევთ, რომ მაინც
ეს გამოიყენოთ, მაგრამ სეტში ძირითადად ეს ორი სახაზავია, 30-იანი და 45-იანი. ამ 60-იანსაც ეძახიან ხოლმე ის. შემდეგ რაც გვჭირდება არის ის, რომ აი ეს სახაზავი როგორმე დავაფიქსიროთ ამ კუთხეზე. აი ამ შემთხვევაში უკვე აუცილებელია, რომ მეორე სახაზავი მივადოთ აი ამ კათედს. შეგიძლიათ ჰიპოტენუზაზეც გამოიყენოთ, მაგრამ გირჩევთ, რომ კათედზე მიადოთ ამ შემთხვევაში. აი ამ უკვე შემიძლია სახაზავი ავიღო. აღარ არის აუცილებელი რომ დაკავებული მქონდეს, შემიძლია გადავიტანო, გადმოვიტანო, პრობლემა არ არის. თავარი ახლა ის არის, რომ ეს სახაზავი არ გამოძრავდეს და აუცილებელია ეს სახაზავიც ეხებოდეს ფურცელს. რადგან თუ მაგიდა ცოტა რეალა ზედაპირის არის, შეიძლება გაცურდეს ეს სახაზავი და პრობლემებს შეგიქმნით. ამიტომ ისე დაიკავეთ ეს სახაზავი, რომ აუცილებლად ეხებოდეს ფურცელსაც. შემდეგ ეს სახაზავი შემიძლია უბრალოდ ავიღო და ჩამოვიტანო, ან ისე გავაცურო, ხო? აქაც აი ეს შემიძლია ფანქრით გავავლოწრფე, ჩამოვწევ, კიდევ შემიძლია გავავლოწრფე, კიდევ შემიძლია გავავლოწრფე, აი ეს. ამ სახაზავებს ახლა გვერდზე გადავწევ და დავინახავ, რომ ყველა ეს ერთმანეთის პარალელურებია, ხო? აი რაც შეეხება ახლა მართობულს, აი მართობულის ახსნა მიწევს ხოლმე ყველაზე ხშირად ჩემს მოსწავლეებთან და აი აქ მინდა რომ კარგად მომისმინოთ. მართობულის გავლება რატომღაც წარმოიდგენენ ხოლმე აი ესე. დაადებენ, იდეა სწორია, შესრულება არასწორია, ესე დავარქვათ. კი ბატონო, მართობული არის, მაგრამ მე მინდა ამ წერტილზე იყოს მართობული, ხო? კი ბატონო, დავდებ მანდ, მაგრამ ძირითადად სახაზავებს ასეთი ერთი ცუდი ჩვევა აქვთ ხოლმე. აი ეს აქვთ მომრგვალებული თავი, ან აქ რაღაცა ჩატეხილია. და ამიტომ ძალიან რთულია ხოლმე ზუსტად იმ წერტილიდან დაწყება. თან იქნება აი აქედან არ მინდა დაწყება და მინდა რომ მთლიანი გავავლო. მე ისევ ასე უნდა დავადო სახაზავით და მე ზემოთ გავავლო. რა თქმა უნდა, არა, ეს ზედმეტი წვალება არის. აი მაგალითად, მოცემულ წერტილზე ახლა წერტილს დავსვავ მაგალითად აი ამით. აი ამ მოცემულ წერტილზე მინდა რომ გავავლო მე რაიმე მართობული, ხო? როგორ ვიქცევი მაგ დროს? აი სახაზავს ვდება ესე. ერთ-ერთ მართკუთხა სახაზავს ამ შემთხვევაში მე გირჩევთ 45-იანი გამოიყენოთ ხოლმე. შემდეგ აქ უკვე გვჭირდება მეორე სახაზავი, რომელსაც დავადებთ ამ შემთხვევაში უკვე აუცილებლად ჰიპოტენუზაზე. აქ უკვე კათედს მეორეს ვეღარ გამოვიყენებთ, რადგან ეს კათედი უნდა გამოვიყენო წრფის ასაგებად. როგორც ვთქვით, წამოვიღეთ, მივადეთ და ეს უკვე შემიძლია ესე ავაცურო. აი ესე. მოვიტანო აი ამ წერტილამდე და ყოველთვის ძალიან ოდნავ გადააცილეთ ხოლმე 1 მმ-ით ამ წერტილს, რომ ფანქრის სისქეც გაითვალისწინოთ, წვერის სისქე. და ესე უკვე დავინახავთ, რომ მივიღეთ მართობული. მე რა უკვე ისევ შემიძლია პარალელურები გავავლო ამ მართობულის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ახლა ეს ცოდნა როგორ გამოვიყენო ჩარჩოს ასაგებად, ხო? ჩარჩო იმიტომ გვჭირდება, რომ ჯერ ერთი მართკუთხედობა დავიცვათ და მეორეც კიდე რომ ბაზა მივცეთ ჩვენს მართობულ და პარალელურ ხაზებს, ან ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ხაზებს. ამ შემთხვევაში აქ თუ დააკვირდებით, ცოტა არაზუსტი მართკუთხედი მაქვს დახაზული. აი შეხედეთ 99 გრადუსია აქ, აქაც იგივე იქნება, ანუ აქ 90 წერს, იმიტომ რომ ამრგვალებს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ერთ-ერთით უკვე 99 და ხვდებით, რომ რაღაცა ისე ვერ არის, ხო? ამ დროს არის ხოლმე საჭირო, რომ გამოვიყენოთ აუცილებლად ჩარჩო. და არ ვენდოთ წინასწარ მოჭრილ რაიმე ფურცელს, ხო? იშვიათად შემხედრია ამ ბოლოს, მაგრამ მაინც შემხედრია, ასე რომ ყოველთვის გადამოწმება ჯობია. როგორ ვიქცევით, ხო? ჯერ გავაკეთოთ აი ეს 20 მმ-იანი ჩარჩო, რომელსაც უბრალოდ აი აქედან გირჩევთ გადმოზომოთ რა, ნებისმიერი წერტილი 20 მმ-ით, ასე 22 იყოს, 21 იყოს, ამას არავინ არ გეკონტროლებთ, უბრალოდ რო შევხედა, უნდა მივხვდე, რომ ეს 20 გავს. შემდეგ გვჭირდება რა თქმა უნდა აი აქ ამის ჩამოვლება, ხო? რის მიმართავლებთ? ამ შემთხვევაში ყოველთვის პივოტად ან რაიმე ღერძად, ან რეფერენსად ვირჩევ ხოლმე აი ამ კიდეს, ხო? ამ სახაზავს დავიკავებ ისე, რომ აი მის პარალელურად იყოს, ან კიდეზე შეეხოს, აი ესე. შემდეგ ამ მეორე სახაზავს აი აქ მივადებ. აი ესე. ხელს აი ამ სახაზავს დავაყრდნობ. და ამას გამოვაცურებ, უკვე შემიძლია
ხელიც ასეც ავიღო გადავიტანო, უბრალოდ ამ შემთხვევაში აი ამას გავუსწორებ. დავიწყებ აი ამ ხაზის გავლებას. შეგიძლიათ ბოლომდეც მიიტანოთ, ეს არ იქნებოდა პრობლემა, რომ ეს სახაზავი მაგალითად აი ესე ყოფილიყო, იმას ოდნავ გადაცდეს და მთლიანად აქამდე ჩამოვავლეთ, ხო? ეს გადმოვწიოთ და ახლა რა ხდება, ხო? ეს სახაზავი იდეაში აღარ გვჭირდება, აი ამას როგორ დავდებთ ახლა მაგას აქვს მნიშვნელობა. შემიძლია წერო მივადო, მაგრამ ეს ყოველთვის დაუშვებელია ჩემთვის. უმჯობესია და სავალდებულოც არის, რომ რაც შეიძლება მეტი შეხების კონტაქტი კონდეს უკვე არსებულ წრფესთან, რადგან შეცდომის დაშვების ნაკლები შანსი იყოს. თუ თქვენ ასე დადებთ სახაზავს და ეს ოდნავ აი ძალიან ოდნავ აი ესე იქნება, თითქოს გონიათ, რომ აი თურმე წრფეზე მიდევს, მაგრამ ნახეთ სახაზავი როგორც დაინახეთ გადავხარე და არასწორს მიიღებთ. ამიტომ აუცილებელია, რომ დაახლოებით ასე იყოს, რაც შეიძლება მეტი შეხების არე იყოს სახაზავთან და აი ამ უკვე არსებულ წრფესთან და ეს უკვე შეგიძლიათ გამოაგრძელოთ აი ეს. ეს აღარ გვჭირდება და წავშლი. ეხლა აქედან გადმოვთვლი და დაახლოებით 5-6 მმ-ს. 5 უნდა იყოს, მაგრამ მაგას ზუსტად არავინ არ გაიკონტროლებთ. აი სადღაც აქ უნდა იყოს, აი აქედან უნდა დავიწყოთ. ამ შემთხვევაში უკვე ზოგმა იცის ხოლმე და ასე აკეთებს და მე ყოველთვის მაგის წინააღმდეგი ვარ, აქ მიადებს ხოლმე და გაავლებს. ნუ შეიძლება, მაგრამ მე მაინც არ ვემხრობი ამ ყველაფერს. შეგიძლიათ სახაზავი აი ესე დადოთ. აი ესე გავუსწოროთ. თავიდან გითხარით, რომ გირჩევთ ეს გამოიყენოთ, მაგრამ ნუ არავითარი მნიშვნელობა ამას არ აქვს. აი ესე დადებთ, შემდეგ აი ამას ჩამოაცურებთ. აი ესე. გავუსწორებთ აი იმ წერტილს და უკვე გავავლებთ აქ წრფეს აი ეს. შემდეგ როგორც მოვილაპარაკეთ, აქ უკვე შეგიძლიათ რომ ეს სახაზავი ამოატრიალოთ. აი ეს რადგან ჰიპოტენუზა რა თქმა უნდა დიდი იქნება დანარჩენ ორ გვერდზე. აი დაახლოებით აი ესე დადოთ და გააგრძელოთ. უბრალოდ ახლა მე შეიძლება ორჯერაც დაგჭირდეთ, არ არის გამორიცხული. ამას მე უბრალოდ ახლა გავაგრძელებთ, რო არ დავხარჯო. და ზუსტად იმავე პრინციპით დაასრულებთ დანარჩენ ორი ჩარჩოს აგებას. ანუ აქ ხა მე ამას მარტივად გადავურბენ, ასე ვთქვათ. და საბოლოოდ მიიღებთ რაღაც აი ასეც. აი, ნახეთ, აი ეს შიდა ჩარჩო არის უკვე ჩვენი სამუშაო არე. კიდე რასაც შემიძლია ვისაუბრო ამ ვიდეოში არის აი ამ ღერძების აგება და ამ გაბარიტების მონიშნა. ღერძების აგებისთვის საჭირო არის ან სახაზავები, ან ფარგალი და სახაზავები. ძირითადად მე მაინც ფარგალს ვიყენებ ხოლმე, აი თუ გვაქვს აი ესეთი ჰორიზონტალური წრფე და მასზე გავავლებ სადმე მართობულს, აი ესე. უბრალოდ ახლა სახაზავებით იმას აღარ დავიწყებ, მინდა რომ პირდაპირ გაჩვენოთ და მალე მოვრჩეთ ამ თემას. აი შემდეგ ფარგლით ნებისმიერი რადიუსით არ აქვს მნიშვნელობა. აი ესეთ რკალს შემოავლებთ, შეიძლება წრეწირის დახაზოთ, მაგრამ საჭირო არ არის. შემდეგ აი აქ ჩაარჭობთ ფარგალს, იგივე რადიუსს, ანუ თუ არ შეცვლით ფარგლის რადიუსს, შეგიძლიათ პირდაპირ შემოავლოთ, უბრალოდ მე ახლა არ მახსოვს იმის ალგებრული ზომა, ასე რომ აი ესე ვიზამ. თუ თქვენს შეგეცვლებათ ფარგლის რადიუსი, უბრალოდ აი აქ ჩაარჭეთ ისევ და აი აქამდე გადმოზომეთ. არაფერი არ დაშავდება მაგით. შემდეგ ასეთ რაღაცას მიიღებთ და აი ეს ორი თანაკვეთა გვჭირდება, ამიტომ თვალის ზომით იდეაში ჩვენ შეგვეძლო რომ მარტო 30 გრადუსიანს თუ გათვლიდით დაახლოებით სად მოხდებოდა, შეძლებდით რომ მარტო აი ეს ნაწილები მოგეხაზათ და აღარ იქნებოდა მეტის წაშლა საჭირო, მაგრამ ნუ არაფერიც არ დაშავდება თუ ზედმეტი რაღაცა დაიხაზება. შემდეგ ცენტრს თუ აი მასთან დავაკავშირებთ, აი მივიღებთ ღერძებს, რომელიც არის იზომეტრიის ღერძები. რაც შეეხება ახლა სახაზავებით ამის აგებას, ამას უკვე გაჩვენებთ ეს როგორც უნდა გააკეთოთ სახაზავებით. ისევ და ისევ გვჭირდება ჰორიზონტალური რაღაცა ასეთი წრფე და გვჭირდება მართობული წრფე, რასაც აგრეთვე სახაზავებით ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ფარგლით არ გვინდა ამის გაკეთება. როგორ ვიქცევით? ამ შემთხვევაში გვჭირდება ერთი ეს სახაზავი, რა თქმა უნდა.
რომელსაც აი ასე გავასწორებ, ამ შემთხვევაში მე ძირითადად ნახეთ შიდა კუთხეს ვუსწორებ ხოლმე ამას. შემდეგ აი ამ სახაზავს უბრალოდ ესე ქვემოდან მივადებ და ამას იქამდე გამოვაცურებ, სანამ აი ეს კიდე არ მოვა აი აქამდე. და უკვე ამას აი ესე გავავლებ ფანქრით. всё, მორჩა. შემდეგ როგორ ვიქცევი? აი ამ სახაზავს ამოვატრიალებ და კათედრზე დავაწვენ. აი ესე. დავდებ ისევ აქ. გამოვაცურებ, სანამ ეს კათეტი ამას არ შეეხება და აი უბრალოდ ჰიპოტენუზა და აი გავავლებ ამ ღერძსაც. მორჩა. ეს სახაზავი არ უნდა გამოძრავდეს რაც თავი. როგორც კი ეს ოდნავაც 1 მმ-ით როგორც კი შეირხება, უკვე დამთავრებულია, თავიდან უნდა დაიგავოთ ეს სახაზავი, რადგან ეს არის მთავარი. ხო, რაც შეეხება ახლა გაბარიტების მონიშნავს, მოდი ამასაც უცებ ავხსნი. როგორც თქვით, ან 30-იანი, ან 40-იანი გაბარიტები უნდა დავიჭიროთ. საკმაოდ მარტივია, რამდენიმე მეთოდი არსებობს. ერთ მეთოდს გასწავლით, რადგან მეორე ცოტა რთული არის დამწყებებისთვის, ამიტომ მოდი ერთს აგიხსნით მარტო. შეგიძლიათ, რომ აი აქ ფარგლით, აი გადაზომოთ ფარგალი 40-ზე ან 30-ზე, რომელიც გინდათ რომ გაიღოთ, ამ შემთხვევაში მოდი 40 იყოს და ესე შემოვავლოთ აი ესეთი რაღაცა რკალი, ხო? შემდეგ ამ რკალზე აი მოდი ამასაც გაჩვენებთ სახაზავებით როგორ გააკეთოთ. აი ესე სახაზავს დაიკავებთ ამის გასწვრივ. მეორე სახაზავს აქ მიადებთ გვერდით. ამას რო ჩამოვაცურებთ, ну სადამდე უნდა ჩამოვაცურო, ხო? ოღონდ ეს სახაზავი მე გირჩევთ რომ იყოს ცოტა აი აქეთ. აი ესე. ოღონდ აგრეთვე დაუტოვეთ ადგილი მეორე სახაზავსაც, რომ საშუალება ქონდეს ფურცელზე აი ამ წითელ ჩარჩოზე იდოს. შემდეგ ამას ჩამოვაცურებთ. სადამდე ჩამოვაცურებთ შეიძლება გაინტერესებთ, აი სანამ აი ამ წერტილამდე არ მოვა. გავავლებთ წრფეს, ამდენი არ გვჭირდება. ამდენიც საკმარისია, თვალის ზომით 40 მიხვდებით. იგივენაირად მოვიქცევით, სახაზავებს უკვე ასე დავიჭერთ. ახლობით აი ესე. და აქაც აი ესეთ გავავალებთ. ოღონდ ამ შემთხვევაში ამას გავუსწორი, რა თქმა უნდა, აი ამ კიდეს. სახაზავებს ახლა გადავდებ. და მივიღეთ უკიდურესი წერტილი, აი ეს. შემდეგ აქედან ფიგურის გაბარიტული ზომა უნდა გადავზომოთ, რომელიც შეიძლება იყოს სიმაღლე ან სიგანე, ამ შემთხვევაში მოდი ჯანდაბას იყოს სიმაღლე, ვითომ არის 80. შემდეგ სიგანე მაგალითად 120 არის. შევკრათ, ვითომ მართკუთხა პარალელები ვაგებდით. აი ესე. აქედანაც აუცილებლად, რამდენიც აქეთ იყო, აუცილებლად მაინც წინაზე შეიძლება ვახსენე ვიდეოში, აუცილებელი არ არის ზომები დაცული იყოს, მაგრამ სასურველია, ხო? ეს ხაზი შეგიძლიათ გააგრძელოთ აქეთ. ამას ცოტას მოვაკლებ, რომ არ გერიოთ. აქედან უკვე აქეთ გადმოვალ ისევ 40-ით. სიმაღლე თავსებადია გვერდხეთსა და წინხეთს შორის. სიგანე ვთქვათ, რომ არის 60. ზედმეტი ხაზები აქ უკვე შეგვიძლია წავშალოთ, ახლა რაც შეეხება Z-ხეთში უკვე ორივე ზომა თავსებადია, ეს რა თქმა უნდა თავსებადი იქნება. ისე 40-ით დავაშორი აქა. სიგრძის ზომა არის თავსებადი აქ. აი ესე. სიგანის ზომა იქნება თავსებადი აქ. მორჩა. ამაზე კიდევ ერთხელ ვისაუბრებ, როდესაც აი შემდეგ ვიდეოში უკვე ამ დეტალს დავხაზავთ. და დავინახავთ უკვე როგორი პრინციპები უნდა გავითვალისწინოთ. აი აქ კიდეც ჩავწერე, შემდეგი უკვე ამის შემდეგი იქნება აქსონომეტრიაში მაგის აგება, შემდეგ ზომებსაც დავაწერთ და გავაფორმებთ როგორც საჭიროა. იმედია მეტი აღარაფერი აღარ მაქვს სათქმელი, თუ ასე არის დაგემშვიდობებით, მალე ვიავტვირთავ უკვე შემდეგ ვიდეოსაც მომავალ შეხვედრამდე ერთ სიტყვით.